მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ აქედან ვერაფერს საინტერესოს ვერ წაიღებდნენ. ეს იყო ფორმალობა, რომ ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, რომ აი ამდენი პოლიციელი, სუსის ამდენი თანამშრომელი მოვიდა. ეს იყო რაღაცნაირი ტირაჟირება მათი კუნთების ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საზოგადოების ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ აი შენც უნდა შეგეშინდეს ხვალ თუ ჩვენ ამას ვაკეთებ, ჩვენ უფრო უნდა გეშინოდეს. ჩემს შემთხვევაში სუსის თანამშრომლები იყვნენ უფრო მეტნი, ვიდრე პროკურორები. ნიშნულოვანია სუსის ზედამხედველობის დეტალები, აი როგორ ნიშნებას აძლევდა. მაგალითად, პროკურორი რო ვიღაცასთან ხაზზე იყო, ანიშნებდა, დავალებებს აძლევდა, რაღაცა მართალია ეს ყველაფერი რაღაცა ისე შეფარვით იყო, მაგრამ ძალიან თვალშისაცემი იყო, რომ დღეს სუსი იყო აქ პროკურატურის დირექტორი. ყველა დეტალს იკვლევდნენ და მაჩვენებდნენ, რომ შეხედე ჩვენ ყველაფერს ვარკვევთ. ჩემს სახლში არის სეიფი, მოკლედ იქ რაღაც რომელსაც დოკუმენტაციას და ყველაფერს ვინახავ და სეიფი რო გამოახეს და დახვდა საერთოდ ცარიელი, ვუთხარი პროკურორს, ხო, წარმოგიდგენიათ როგორ გელოდებოდით თქო, ანუ ისიც კი ანუ დაბადების მოწმობაც კი არ მიდევ შიგნით ბავშვის თქო, ხო? შესაბამისად, მათ ზუსტად იცოდნენ რომ მოლოდინი არსებობდა მათი მოსვლის, მაგრამ მიუხედავად ამისა, დრო გაწელეს, ეს ქვევით რაღაცა სცენები გადაკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ადამიანები დააშინონ და ადამიანებს გაუჩნდათ განცდა. მინდა რომ სწორად გამიგონ, ეხლა რასაც ვამბობ, აი თუ ნანუკასთან ამას აკეთებენ, ადამიანები, რომლებსაც იქით ნანუკას იმედი აქვთ, რომ რაღაცა კრიზისის დროს ნანუკა გვერდით დაუდგება, აი გაუჩინონ დაუცველობის განცდა. ჩემი შვილის, ანუ საბას არასრულწლოვანი შვილის ყველა პირადი ნივთი წაიღეს, საბას პირად ნივთებზე ჰქონდათ განსაკუთრებული ყურადღება და ამის გამო პროკურორმა ჩემგან ციანიდის საქმის პროკურორმა მიიღო ჩემგან საკადრისი პასუხი. ჩემი ნივთებიდან რაც შეეხება მხოლოდ ტელეფონი წაიღეს, საბას წაიღეს კომპიუტერი, ტელეფონი, საბას ოთახიდან წაიღეს მყარი დისკები, წაიღეს საბას ბავშვების ნათლობის ფოტოები დისკებზე და აი მათ შორის ნატო საინფორმაციო ცენტრში გადაღებული დისკები და სხვათა შორის გულწრფელად ურჩია რომ გაბიტაშვილმა იქნებ ნახოს ეს დისკები, იმიტომ რომ იქნებ ნატო და ევროკავშირი მოუნდეს თქო და ელოდებით დაკავებას ვერ მოგკითხავთ. კი, ნახეთ როგორ რაღაცაა, გააჩნია როგორ გავაგრძელებთ ჩვენ პასუხს რა და თუ ჩვენი პასუხი იქნება რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი პასუხი იქნება რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ბრძოლას, ხო, შემდეგ ალბათ ბრალს წარგვიდგენენ და შემდეგ ალბათ დაგვაკავებენ, ხო. შევიდნენ წარმოიდგინეთ ორსულ მარიამ ბაჯალიძესთან და ჩემი ჩხეკის პარალელურად ჩემს შვილთან. ანუ ხა ვინმე თუ არ მეტყვის რომ ეს ყველაფერი დაშინებისთვის არ ხდება და დასტრესისთვის კარგით რა. სირცხვილეს ყავს ძალიან ბევრი დამფუძნებელი და შესაბამისად რადგან შეარჩიეს ის ადამიანები, რომლებიც უფრო მოწყვლადი არიან, ხა წამო დედას რო გშრიყავენ იქეთ, შენ ძმას იქეთ, შენი შვილის ანუ იქეთ არასრულწლოვან შვილზე რაღაცნაირი არასწორი აქცენტი აქვთ. ხო ხვდებით რა გონიათ რომ დავისტრესები და რავი მე მგონია რომ დასტრესს არ გქრავენ. თან დიდი მადლობა.